მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო, მოვედით ჩემი დაბადების დღის ვლოგით. აქ არის 23 ივლისის დილა და რატომ დავიწყე ესე კადრი? კადრი ესე იმიტომ დავიწყე, რომ მინდოდა გამეხმოვანებინა შემდეგ და მეთქვა თუ რაზე ვფიქრობ ახლა ამ მომენტში აქ. 27 წლის გავხდი და ვფიქრობდი ამ 27 წლის მანძილზე რამდენი რამ მოხდა ჩემს ცხოვრებაში, რამდენჯერ წავქცეულ ვარ და ამდგარ ვარ და სად ვიყავი და სადამდე მოვედი. მოკლედ თითქოს ძალიან ბევრი, მაგრამ ამავდროულად ძალიან ცოტა დრო. ძალიან ბევრი ისტორია, ძალიან ბევრი ამბავი, რომელსაც ალბათ ვერასდროს ვერ მოგიყვებით, არ მოგიყვებით და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მე არ მინდა ჩემი ცხოვრების თუნდაც კარგი, თუნდაც ცუდი დეტალების ბოლომდე თქვენთვის ასე გამჭირვალედ გაზიარება. არა იმიტომ რომ რაღაცები მაქვს დასამალი. არა, უბრალოდ ამას შემთხვევით შევინახავ, იმიტომ რომ ვლოგი სხვა არის, პირადი ცხოვრება სხვა არის. ჩემს ზურგს უკან ძალიან გრძელი გზა იყო და ჩემს ხვირწინას ძალიან გრძელი გზა იქნება გასავლელი და დარწმუნებული ვარ, რომ შეიძლება ბევრჯერ წავიქცე, მაგრამ ისევე ბევრჯერ წამოვდგები ფეხზე. მოკლედ აი ესეთი ფიქრებით გავიღვიძე, გავიხსენე წარსული და წარმოვიდგინე მომავალი. აქ ვემზადები, ბევრი გეგმები მქონდა ამ დღეს. პირველი გეგმა იყო ექიმი. ექიმთან უნდა წავსულიყავი და წავედი კიდეც და აი ამისთვის ვემზადები აქ. გულის ცემა უნდა მოესმინათ ბავშვის, პლუს ეხოსკოპიაც უნდა გადაეღოთ და მოკლედ პირველი გეგმა იყო ჩემი ექიმთან წასვლა, ჩემს ქმარ-შვილთან ერთად რა თქმა უნდა. შემდეგ გეგმებს უკვე ნელ-ნელა გაგაცნობთ. ეს გამომა ნახოთ რამდენ ხანში დაგვეძახებენ. აი აქ არის ამ წითელ ჯამში არის ორწყობილები, ნაცრის ფერში ხედავთ პიურეებს და წვენებს, ნატურალურს, მაღლა წყალი და ეჭიადი ჩექები. ეს შეგიძლია რომ აიყო ფასოთ თუ გინდა. ესე უნდა ვიწვე დაახლოებით 9 საათში. მერე უკვე გადავალთ ეხოსკოპიის ოთახში. მე დაგახსოვ შენს სულ. აი. შენ.
მოვა დედა მოვა. ავიხვეტე ყველაფერი ჩანტა, ლილეს ისინი. კარგი ამინდია ჯერჯერობით. დღეს შუაკვირაა 4 შაბათია და ხალხი არ ამგონია რომ იყოს ბევრი. შეიძლება იყვნენ, მაგრამ ბევრი არ იქნება. ესე მგონია. Uqerti 40 წუთია სახლში ვართ. აქეთ არის მაგდას ნაჩუქარი ესტელაუდერის ხაზი სახის მოვლის, კანის მოვლის და მე და თქვენ ამით დავიბანთ დღეს სახეს და ამაზე მე რილს გადავიღებ უფრო დაწვრილებით და ეხლა უბრალოდ ვლოგში დავიბან თან და თან დავტესტავ. ერთად დავტესტოთ და მე რილს გადავიღებ შორტს YouTube-ისთვის და Instagram-ისთვის და გადახვალთ და ნახავთ მე ვისაც გამოწერილი ყავართ Instagram-ზე. ძალიან დავიღალე დღეს ბევრი ვიარე, ბევრი საქმე გავაკეთე თან. მინდოდა რომ მომესწრო ყველაფერი, დღე მოკლე იყო. სურვილი ბევრი იყო. ექიმიც უნდა მომესწრო, პლიაჟიც უნდა მომესწრო,
საღამოს ეს წვადიც უნდა შეგვეწვა დავაგვიანეთ პარკში მისვლა სამწუხაროდ მაგრამ მაინც შედგა დღე ისეთი იყო შეგრძნება არ მქონია დაბადების დღე რომ მქონდა რა სიმართლე რო გითხრათ შეგრძნება არ მქონდა რომ დაბადების დღე მქონდა წამოდით ვარ სახე დავიბანო ჯობია რა აქ ლაპარაკს იქ ვილაპარაკო ჯობია ვანაში შეიძლება ვინმე რამე განსაკუთრებულს ელოდებოდით ამ ვლოგში მაგრამ ჩემთვის იყო ძალიან ჩვეულებრივი დღე მარტო დღეს კი არა და მარტო წვევანდელი დაბადების დღე კი არა ბოლო რამოდენიმე წელია შეგრძნება არ მაქვს რა დაბადების დღე ხა დღეს იყო მაგალითად ჩემთვის ერთი ჩვეულებრივი დღე რომელიც გუშინაც იყო გუშინწინაც ხელებს ვიბანთ დაბანის წინ სახის დაბანის წინ ხელები ყოველთვის კარგად დაიბანეთ ჩემთვის იყო ერთი და იგივე მოკლედ ამის თქმა მინდა დღევანდელი და გუშინდელი დღე არ ვიცი რატო არის ეს იმედია რომ მოვა ჩვენ ცხოვრებაში ეტაპი როცა გათენდება და ძველებურად გამეხარდება დაბადების დღე არ ვიცი რა რატო არის დავიწერეთ კომენტარებში თქვენ როგორი დამოკიდებულება გაქვთ თქვენს დაბადების დღესთან მე ძალიან ჩვეულებრივი ბოლო რამდენი წელია რომ არ მოგატყუოთ ბოლო 4 წელია რა ხო სადღაც ეგრე 3-4 წელია თანამასობაში ესტელა უდერის ხაზი როგორც გითხარით პირველი არის აი ეს სახის დასაბარი ამას ყველაფერს მე ვილში უკეთესად ხალხზე შეგვიძლიაო როგორც წერია ამას ერთის მივუძღვნი იმიტომ რომ ძალიან კარგი ფირმა ზოგადად ხო და მოკლედ ბოლო 4 წელი 3-4 წელია ესე ვარ რა ვიცი სიბრალია რაც შეეხება საჩუქარს ეხა წორები არ მოაბად ზოგზოგი ეთება მოცლილებმა და არ გეგონოთ რომ ჩემმა ქმარმა საჩუქრის გარეშე დამტოვა ან დამტოვებს უბრალოდ ვინც ჩემს ლაივებს უყურებს სიცის იმათ უნათმა ჯერ ყოველთვის ბამბებით ეწმინდა და მე ვიყან შეთანხმება გქონდა ესეთი ჩემმა უნდა ვქვია ტელეფონმა ამ ბოლო დროს ძალიან აურია ეხლა თან დავიღოთ ცოტა გაშლის და წყალი სახეს ძალიან აურია და ესე შეთანხმდით რომ ან ამ თვეში უნდა გამოგვეტანა განვადებით 16 Pro Max-ი ან
Დავლოდებოდი სექტემბერს ბარე და გამომიტანა 17 Pro Max. ვინაიდან და რადგანაც ერთი თვეა სულ რაღაც დარჩენილი, ვამჯობინე რომ დაველოდო და ბარემ გამოვიტანო 17 Pro Max, იმიტომ რომ ისიც მექნება ესე 2-3 წელი, როგორც ეს ტელეფონი მაქვს. ასე რომ ერთი თვის მერე მივიღებ დაბადების დღის საჩუქარს. და უცებად გადავიღებ და ნახავთ ამას თქვენ. ესე შემდეგი ეხლა სახე გავიწმიდეთ. შემდეგი არის თვალის ლიფტი scalp demonstrator. Ну თვალის კრემი რა, ესე ვთქვათ. Estée Lauderისას ვიყენებ ახლა აბსოლუტურად ყველაფერს. ძალიან ცოტა, აი ესეთი პატარა კოვზი აქვს. ამ კოვს რაც ამოყვა. იმას წავისმევ. ეს არის მხოლოდ თვალის. პირველად ვიყენებ, ახლა მე არ მქონია აქამდე არასდროს. მაგდა მიცის რომ მაგდა მიცის ყოველთვის საჭირო რაღაცების ჩუქება. ბავშვზეც, დიდზეც. ანუ იცის ზუსტად რა გინდა და რა მოგეწონება, ესე ვთქვათ. ჩემთან შეთანხმების გარეშე რა თქმა უნდა მაჩუქა. მეც უკვე არჩეული მაქვს. მაგდას აქვს დაბადების დღე 27. 27? თუ 28-ს მეშლება. 27 აგვისტოს მოდი ესე ვიტყვი, იმიტომ რომ 27 მახსოვს. 27 აგვისტოს. ხო და უკვე შერჩეული მაქვს. ნაყიდი არა მაქვს ჯერ, მაგრამ შერჩეული მაქვს. ზუსტად ვიცი რომ აიწყდება. ეხლა ესე ცოტა დავაცადოთ. ხო და ეს სექტემბრისთვის გადაინაცვლა ჩვენმა დაბადების დღის საჩუქარმა. თვალის შემდეგ გადავდივართ სახის სერუმზე უკვე. აი ესე გამოიყურება. ვიმეორებ რომ ყველაფერს Estée Lauderis არის ახლა ესეთი ჩანთა მოყვა. სადაც ალაგია სულ ამ ფირმის ხელის გულზე ოდნავ დავიდებ. აი ესე. ესე. და გადავინაწილებ ახლა აი ამას მთელ სახეზე. ძალიან ცოტას. ახლა დავტესტავ მე ამას, რუტინულად გამოვიყენებ და მერე უკვე მეც შევიცე. თუ კარგი გამოდგა. ესე. ეს ძალიან სწრაფად შეიწოვება. ესეთი კარგი და ლამაზი შეფუთვები აქვს. მანამდე სანამ ეს შეიწოვება, განახილ სხვა პროდუქტებსაც. ეს არის დამატენიანებელი. ეს დამატენიანებელი უღონდ ღამის, ის უნივერსალურია, ეს მხოლოდ ღამის და ესეც ასევე თვალის კრემია. კიდევ მაჩუქა აი ესეთი წამწამებს ზრდისო ამბობენ და დასატესტია, არ ვიცი. და ესეთი ფანქარი, რომელიც ლაინერათაც შეგიძლია გამოიყენო და ფანქრითაც.
როგორც მანქარი ქვემოთ, ზემოთ, რა ვიცი. ამასაც დავტესტავე ხა უბრალოდ აღარ გვინდა და ამ მეისისის ესტელაუდერის იმას ბოქსს მოყვა ტესტერები. Cartieris ტესტერი და იყო კიდე Dolce Gabbana-ს ტესტერიც. და სხვა კიდევ რა რამოდენიმე, აი ესეთი. აი ამდენი. ძალიან ერთი მეორეზე კარგი სურნელი აქვს, მინდა გითხრათ. და ბოლოს წავისვათ ეს Night დამატენიანებელი. და ამით დავასრულოთ სახის ამბები დღეს. სახურავზე რაც არის ის ავიღოთ ჯერ. ეს არის ყველაფერი ამ ჩანთაში მოვათავსე და სულ აქ იქნება. ამ ჩანთაში მექნება მხოლოდ აი ეს სახის მოვლის ამბები. სტრუქტურა თვითონ კარგი აქვს ძალიან, აი ხელს რო ვახებ, წამებში იწოვება კანში. აი როგორც ახლა ჩემი ნივია, ბევრჯერ ვთქვი ვლოგში, რომ ძალიან კარგად ატენიანებს, მაგრამ ძალიან დიდხანს უნდა იმასაჟო, რომ კანმას შეიწოვოს და აი ეს ხელი არა გაქვს დადებული რა უკვე მაშება იწოვება. და ძალიან სუბუქი, აი ვერც გრძნობ, რომ სახეზე რაღაცა წაისვი. ეს. როგორც გითხარით ამ პროდუქტებს შემდეგ რუტინაზე გადავუღებ vlogs არა, reels. თავისი შტატივის შუქით და ამბებით. ოღონდ ამას ხვალ ვიზავს ავრავლოთ, იმიტომ რომ დღეს ძალიან დაღლილი ვარ. დღევანდელი დღე აქ დამთავრდება vlogi არა, იმიტომ რომ მე თქვენ დაგვირდით, რომ ბოლო vlogis კომენტარებს წავიკითხავდი შემდეგ vlogში. მაგრამ დღევანდელი vlogi აქ დამთავრდება. და შევხვდებით ხვალ. ხვალ უცებად შევხვდებით. დღეს 24 ივლისია და მივდივართ ექიმთან. ჩემ ტელეფონის კამერა გასაწმენდია. ეხლა ოდეკი და გვაგვიანდება. მოვედი 4 წუთი დაგვაგვიანდა, მაგრამ მაინც ველოდები, ასე რომ არ დაგვაგვიანდა. ჩავაბარებ ეხლა უცებ ანალიზებს და გავსქურავ სახლში, ბევრი საქმე მაქვს. და დღეს ჩავწერ იმასაც ბოლო vlogis კითხვებზე პასუხს. და უკვე დავდება ამ vlogs. ველოდები აქტიურობას კომენტარებში და ლაიქებში. ესე დადგა ამ vlogis დასრულების დროც, მაგრამ მანამდე დაპირებული კომენტარების წაკითხვა. აქ ისევ მოვიმარჯვე ლილეს პლანშეტი, ვეთხოვე, სადაც წავიკითხავ თქვენს დაწერილ კომენტარებს, მაგრამ სანამ ამ კომენტარებზე გადავალ, მინდა ორი სიტყვა გითხრათ იმ ადამიანებს, ვისი კომენტარებიც მე წავშალე. ამ ვიდეოდან ვიდეოზე, რომელ ვიდეოზეა საუბარი და ბოლო ვიდეოზე სტუმრად მაგდასთან, სადაც კომენტარებს ვკითხულობ. დავრჩი გაკვირვებული, გაუგნებული ზოგიერთ ადამიანზე მაქვს საუბარი, ხა სახელებს და გვარებს არ დავასახელებ, რა საჭიროა.
მაგრამ მართლა ძალიან გაკურებული ვარ, რომ არ მოგერიდათ, არც ჩემი, არც იმ ადამიანების, ვიზეც ესეთი რაღაცები ლაპარაკეთ. მინიმუმ ის მაინც უნდა იცოდეთ, რომ ჩემს არხზე, ჩემს ლაივ სტრიმზე არასდროს არავის ვაძლევ უფლებას ბლოგერებზე კონკრეტული სახელებით, გვარებით იქნება, ირიბათ იქნება თუ როგორ იქნება, არავის ვაძლევ უფლებას, რომ ლანძღოთ, გაჭოროთ, მე ის არ მომწონს ეს ისე შვება, მე ის არ მომწონს ის ესე შვება თავის ვლოგში, თავის ლაივში ესე თქვა, თავის ვიდეოში ისე თქვა, ის ესეთია, ეს ასეთია. უნდა იცოდეთ, რომ ვერ ვიტან ესეთ მსგავს რაღაცეებს. თქვენ ვერასდროს ვერ ნახავთ ჩემს ლაივში და ვლოგში სხვაზე რომ ვინმეს ვაძლევდე უფლებას, რომ ლანძღავდეს, ჭორაობდეს. რაები დაწერეთ, ანუ აღარ თქვენ თვითონ ხვდებით ვიზეც საუბრობ. კომენტარები მე წავშალე, მაგრამ ეს არის თავხედობა. ეს იყო თქვენი მხრიდან უდიდესი თავხედობა და მეტყველებდა თქვენს შეგნებაზე, თქვენს დონეზე მეტყველებდა ეს კომენტარები. თქვენ თუ გონიათ ახლა მაგ კომენტარებით ის ადამიანები დაამცირეთ, ვიზეც დაწერეთ. პირველ რიგში დაამცირეთ თქვენი თავი. თუ ვინმესთვის რამის თქმა გინდათ, გადადით მათ ვლოგებში პირადად მათ საავტორო გვერდზე დაწერეთ კომენტარი. მიწერეთ, ლაივ სტრიმზე რო იქნებენ, იქ შედით, იქ დაუწერეთ, თუ რამის თქმა გინდათ. მაგრამ ჩემს არხზე, ჩემი ვიდეოს კომენტარებში, ჩემ ლაივ სტრიმზე კაცი შულს არ მოგცემთ იმის უფლებას, ვინმეზე რამე გადაკრული თქვათ. იმიტომ რომ მომწონს, არ მომწონს ვლოგერი, ვუყურებ თუ არ ვუყურებ, მე ვარ ვალდებული თითოეულ მათგანს და მათ სახელს ჩემს არხზე პატივი ვცე. და მინიმუმ ის უნდა გავაკეთო, რომ არავის არ მოგცეთ იმის უფლება, რომ ზედმეტი ილაპარაკოთ. ეს იყოს ბოლო და უკანასკნელი შემთხვევა, რომ ასახელებთ კონკრეტული ვლოგერების სახელებს და გვარებს და ლანძღავთ ჩემს კომენტარებში. ეს იყოს ბოლო და უკანასკნელი შემთხვევა. არ დამიბლოკი ხართ, უბრალოდ კომენტარები წავშალე და შემდეგში დაგბლოკავთ. დაგბლოკავთ და ნურც მე ნუღარ მიყურებთ, იმიტომ რომ სადაც სხვაზე წერთ ჩემს ვლოგებში, დარწმუნებული ვარ სხვასთან ჩემზეც დაწერთ და ასეთი ორ ფრონტზე მოთამაშე მაყურებელი მე არ მჭირდება. ამაზე მეც აღარ ვისაუბრებ, ეს იყო ბოლო და უკანასკნელი და იმედია თქვენი მხრიდანაც ბოლო და უკანასკნელი იქნება მსგავსი გამოხტომა. ახლა კი დარჩენილ კომენტარებს წავიკითხავ როგორც დაგკვირდით. ესე იგი, პირველი კომენტარი, იმედია ყველასაც წავიკითხავ, თუ ვინმე გამომრჩება ბოდიშით, მე აქ რასაც ვხედავ, ყველას წავიკითხავ. პირველი კომენტარი არის, პირველ სამ კომენტარებს დავიწყებ, ვლოგს აქვს 171 ლაიქი და 1900 ნახვა, თითოეულ თქვენთაგანს ძალიან დიდი მადლობა და 33 კომენტარი, თითოეულ თქვენთაგანს ძალიან დიდი მადლობა. თათია ჩემია მიწერს პირველ კომენტარს, სწორად აღნიშნე დონაციაზე, განვითარებისთვის მესმის, მაგრამ ჯამრთელმა ადამიანმა საჭმლის ფული არ უნდა ითხოვოს. თუ პატივისცემა უნდა ადამიანს, გცემს პატივს, მათხოვრობა რა უბედურება. აქაც ცოტა შესწორება შევიტან, თათია, მოგესალმები პირველ რიგში. მათხოვრობა არ ტეხავს, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რო დამჭირდეს ვიმათხოვრებ კიდევაც. რო დამჭირდეს ვიმათხოვრებ კიდევაც და მუხლის ჩოხაც დავუდგები მაყურებელსაც და გარეთ ხალხსაც. ძალიან გთხოვთ, სიტყვა მათხოვრობა სალანძღავი სიტყვა არ არის. ძალიან გთხოვთ. ეს ერთი და ვინ ითხოვს დახმარებას, ვინ ითხოვს თანხა იქნება თუ რაღაცა, ხო? ანუ ესეც არ მომეწონა რა. მათხოვრობა რა უბედურება არისო. არავის ნამიოკებით კომენტარები არ მინდა ჩემს არხზე. ვიღაცას რო ურტყავთ ნამიოკებს და ვიღაცას რო რაღაცა კბენთ ჩემს კომენტარებში, ხო? ეხლა ზუსტად თათიაზე არა მაქვს საუბარი, ზოგადად ვსაუბრობ. პირველი ის რომ მათხოვრობა სალანძღავი სიტყვა არ არის და არ ტეხავს ჯერ ეს ერთი ეგ. გაჭრობა ნახე, გაქცევას განახებ, ისე კარგად ვიმათხოვრებ, როგორც დაგიბარებია და ეს სულაც არ მიმაჩნია ეს რაღაც დაბალდონეთ, თუ გამიჭირდა ყველაფერს გავაკეთებ, ეს ერთი. მერე კიდე ნამიოკებით და რაღაცებით საუბარი ჩემს კომენტარებში არ გინდათ. ძალიან გთხოვთ. დანარჩენში გეთანხმებით თათია.
ხათუნა მოგესალმები ლიკუნა გილოცავ მოგვიანებით იხარეთ იბედნიერეთ მართალი ხარ კარგად ჩამოაყალიბე ყოჩახ საოცარი გოგო ხარ ისეთები ითხოვენ მიკვირს ადამიანს თუ უნდა ისედაც დაარიცხავს მიყვარს შენი მოსმენა სიმართლის გოგო ხარ მადლობა შეიძლება ყოველთვის სიმართლეს არ ვლაპარაკობდე მაგრამ ყოველთვის ჩემს აზრს ვამბობ გულწრფელად ძალიან დიდი მადლობა ხათუნა ჩქარა მწერს დონაცია მაგიჟებს სწორად აზროვნებთ გეთანხმებით წარმატებები დონაცია არ უნდა გაგაგიჟოს ჩქარა დონაცია ბუნებრივი ამბავია YouTube-ზე ეგ ძალიან ჩვეულებრივი ამბავია ხშირად ეს YouTube live stream-ებშიც უდონატებენ ხალხს მაგალითად ეხა დღეს მე ლაივში ჩემმა გამომწერმა თია მოგესალმები გამომიგზავნა სტიკერი დონაცია და ძალიან დიდი მადლობელი ვარ დღეს თავის სურვილით თავისი ნებით ჩემი დაბადების დღეს ესე ჩავთვალე საჩუქრად გამომიგზავნა და ძალიან დიდი მადლობელი ვარ დონაცია არ ტეხავს დონაცია ცუდი რამ არ არის უბრალოდ მე ავხსენი როგორ დონაციის მომხრე ვარ და როგორის არ ვარ თორე დონაცია არ უნდა გაგაგიჟოთ ეს ჩვეულებრივი ამბავია YouTube-ზე პალჩერა მიწერს ყველანაირად სწორი ხედვები გაგვხსო მადლობა დოდონა დონაცია ცენტრავს არხის განვითარებისთვის რომ აწერიაო რა საყვარელი ორსული ხარ დოდონა მადლობა შემოკარგო არხის განვითარებისთვის დონაციას როცა აწერია უნდა იყოს მართლა არხის განვითარებისთვის მეც ესე ვფიქრობ მაია ყიფშიძე ალბათ მაგარი გოგო ხარ ლიკა სწორად აზროვნებ ყოველთვის წარმატებებს გისურვებო თქვენც ასევე გაიხარეთ მადლობა სალომე კვიტაშვილი თან საქმე თან შენი ვლოგები და ლაივები იდეალურად ჯდება ერთმანეთშიო სალო კოცნი აქედანაც ნინო გორდელაძეს გულები მადლობა თამუნა მამულაშვილი მიწერს ძალიან კარგი გოგო ხარ ლიკა უფალმა მოგცეს ყოველივე საუკეთესო შენც ასევე ჩემო ძვირფასო მაკა ასეიშვილი ლიკუნა ძალიან მომეწონა შენი ვლოგიო ძალიან დიდი მადლობა მარიკა პანაძე ძალიან მიყვარს ლიკუნა შენი მოსმენა ძალიან მზრუნველი მეუღლე ყავს და უსაყვარლესი ოჯახი ხართ ბედნიერები და გახარებულები გამყოფოთ უფალმა მრავალი წელიო უღრმესი მადლობა ესეთი ძვირფასი სიტყვებისთვის თაკო გულებს და ყვავილებს მიგზავნის თაკო ჯი მადლობა მერი ომარაშვილი ლიკა მოგვიანებით გილოცავ შენი საყვარელი მეუღლის იუბილეს ვერ ვნახე ის ვიდეო ემიგრანტების ამბავი ხომ იცი ვერ მოვახერხე ჯანმრთელები და ბედნიერები ყოფილიყავით თქვენს ანგელოს ლილესთან ერთად ძალიან დიდი მადლობა გვიანი არასდროს არ არის კეთილი სიტყვისთვის არასდროს ანუკა კი საინტერესო იქნება ყოველდღიური ვლოგებიო ერთადერთი ხარ შენ ვინც დამიწერე ეგ ანუკა საინტერესო იქნება ყოველდღიური ვლოგები და უმრავლესობა როცა მაგას იტყვის მე ალბათ დავიწყებ ყოველდღიური ვლოგების გადაღებას ჯერჯერობით პირველი ადგილი ერთადერთი ხარ შენ ინგა თამაზაშვილი რა ლამაზი მუცელი გაქვს მადლობა ძალიან დიდი დიო ჩემს მდგომარეობას შენი ყურება თუ გამიხალისებდა კარგი იქნება დანარჩენებიც ასე ფიქრობდნენ დონაციაზეო დიო კოცნი აქედანაც ჩემო გოგო ნონა თოდაძე ლიკუნა შენ და მაგდამ ერთმანეთის სახით როგორც ჩანს იპოვეთ ერთმანეთის ამეგობროდ და ძალიან მაგარია მით უმეტეს უცხო ქვეყანაში 100 წელი გაგრძელებული იყოს თქვენი მეგობრობა და ერთგულება. ბედნიერი მომავალი მისცეს უფალმა მაგდას შვილსო. ძალიან დიდი მადლობა. ნონა, პირველ რიგში მადლობა იმიტომ რომ შენ ხარ ჩემი ერთგული მაყურებელი და ხშირად გხედავ ჩემი ვლოგის კომენტარებში ძალიან დიდი მადლობა და რაც შეეხება მაგდას, მაგდა ღვთისყალობით ჯერჯერობით ვართ ნორმალურად, კარგად, ჯერ კიდევ ვან ვითვარებთ და ვაღრმავებთ ჩვენს ურთიერთობას და მე შენსავით დიდი იმედი მაქვს რომ ძალიან ბევრ წელს დაითვლის ჩვენი ურთიერთობა. შემდეგი არის ქეთი გურგენიძე. ძალიან კარგი გოგო ხარ, ასეთი ახალგაზრდა, კარგად და ჭკვიანურად აზროვნებო. ძალიან დიდი მადლობა ქეთი. გურგენიძე, ქეთი და თამარ გურგენიძე, თქვენ ერთმანეთის დები ხო არა ხართ? როგორი დამთხოვაა, საყვარელო ლიკუნაო, გაიხარე თამარ. ლელა ჯალაღონია, ლიკუნა, მართალი ხართ, თუ ადამიანს ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს, ყოველდღიური ხარჯების თანხა რატომ უნდა ითხოვოს ინტერნეტ სივრცეში? ბედნიერ დღეებს გისურვებთ ცხოვრებაშიო. მადლობა ლელა. შემდეგ მომას პასუხი
აი ნახეთ ეს ამის წაშლა დამავიწყდა ინტერნეტ მათხოვარი მეტი არაფერი მზია ქარჩაიძე ძალიან გთხოვთ ქალბატონო მზია წეგან რაზეც ვილაპარაკე იმედია მოისმინეთ ესეთი რაღაცა აღარ განმეორდეს ეხლა მე ხა წავშლი ამ კომენტარს და ძალიან გთხოვთ არ გინდათ ესე საუბარი ინტერნეტ მათხოვრები და ასე ძალიან ცუდი ტონია ძალიან თეკოს ვლოგები ემიგრანტი სალამი თეკო ლიკუნა სალამი როგორ ხარ ძვირფასო აქ ვარ და გიყურებ ლამაზი დღეო ძალიან დიდი მადლობა თაკოს სოფო თათია ჩემია გულები სამივემ და დიდი მადლობა შორენა სალმები ლიკუ სალმები შორე სალამი ნონა თოდაძე ისევ კი თოდაძე ვარ მაგრამ სკოლაში თოდას მეძახდნენ და იმიტომ დავიწერეო ხო ანუ სწორად ვიხსენიებ შენს გვარს ნატო ცხილაძე გულები ძალიან დიდი მადლობა თინიკო ჩიჩუა სწორი ხარ რასაც ამბობ ზონაციაზე მაია საყვარელო ლიკუნა ქეთი ბაგანაშვილი სწორად ვკითხულობ მე მგონი გულები და იუზერიც გულები იმედია არავისი კომენტარი არ გამომრჩა ჩემო ძვირფასებო ყველას ძალიან დიდი მადლობა აქტიურობისთვის კომენტარებში მე ხშირად ვეცდები რომ თქვენი კომენტარები და ეს მე კი ყოველთვის მე თვითონ ჩემთვის ყოველთვის ვკითხულობ მაგრამ ესე ხმამაღლა ხშირად ვეცდები რომ გავაჟღერო ხოლმე თქვენი კომენტარები თქვენი კითხვები მიდგომები და ჩემს ვიდეოზე გამოხატული აზრები ხშირად ვეცდები რომ წავიკითხო ხოლმე ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ყველას აქტიურობისთვის დავასრულებ აქ ამ vlogs მოლოცვისთვის წინასწარ კიდევ ერთხელ ვინც აქ დამიწერს და ვინც უკვე დამიწერა განსაკუთრებით live stream-ის ბოლო ჩემი live stream-ის კომენტარებში დამიწერეთ მოლოცვები და უამრავმა ადამიანმა და პირადშიც ვინც მომწერეთ ყველას ძალიან დიდი მადლობა მადლობა თიას კიდევ ერთხელ live stream-ზე გაკეთებული დონაციისთვის ყველას ძალიან დიდ მადლობას მოგიხდით ჩემო ძვირფასებო ყველას ძალიან დიდი მადლობა ყურებისთვის, ლაიქებისთვის, აბსოლუტურად რასაც კი აქტიურობთ ჩემს vlog-ზე, რითიც კი შეგიძლიათ, მე ყველაფრის მადლობელი ვარ, მადლობა გამოწერისთვის და თუ ვინმე კიდევ ხართ ისეთი, ვინც ყოველთვის მიყურებთ, მაგრამ გამოწერილი არ ყავართ. თქვენ სინდისზე იყოს. დროებით და შემდეგ შეხვედრამდე.